მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. რის საფუძველზე ფუნქციონირებდა კრისტალ ჯგუფის საბაგირო და გასცა თუ არა ეკონომიკის სამინისტრომ მუშაობის ნებართვა. რას ამბობენ სახელმწიფო უწყებები, კომპანია და ანალიტიკოსები. გთავაზობთ სიუჟეტს. ეს არის გონდოლერიანი პირველი პროექტი და მეორე პროექტი გაკეთდა სკამები, რომელიც ბაღლებით იხულა. რის საფუძველზე ფუნქციონირებდა კრისტალ ჯგუფში შემავალი სათხილამურო ტრასა და საბაგირო. გასცა თუ არა კომპლექსში შემავალი საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვა და თუ მსგავსი ნებართვა არ არსებობს, რამდენად დაინტერესდა უწყება თუ რის საფუძველზე ფუნქციონირებდა საბაგირო წლების განმავლობაში. ჩვენ ამ საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ცნობილი გახდა, რომ კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი თვითნებური და უნებართვო მშენებლობის და სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობის ბრალდებით დააკავეს. პოლიტიკის ანალიტიკოსის ირაკლი მელაშვილის თქმით, იმისათვის, რომ საბაგირომ ფუნქციონირება დაიწყოს, საჭიროა ეკონომიკის სამინისტროდან ნებართვა, რომელიც პროკურატურის მტკიცებით კომპანიას არ მიუღია. ეკონომიკის სამინისტროში ჩვენი ზემოთხსენებული კითხვების საპასუხოდ გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ უწყებას წერილობით უკვე მივმართეთ, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ირაკლი მელაშვილისვე შეფასებით, თუ ინფრასტრუქტურა მართლაც უკანონოდ იყო მოწყობილი, მაშინ როგორ გაიყიდა ბინები და როგორ შევიდა საბაგირო ექსპლუატაციაში, ისე რომ ზედამხედველობის შესაბამისმა სამსახურმა ამ დრომდე ვერაფერი შენიშნეს. მისივე თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე. ვითარება ძალიან უცნაურია, ჩვენ ვითხრეს, რომ ადამიანმა ბიზნესმენმა ააშენა არა მარტო აპარტამენტები, არამედ ააშენა საბაგირო გზაც. კაი შემიძლია დავიჯერო ის, რომ რიაცამ სახლი ჩადგა, მაგრამ საბაგირო გზა რამდენადაც ვიცი არის მეხუთე კატეგორიაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით გაიცემა. ეს არ არის სახლი, რომელსაც ვერ იპოვე. საბაგირო გზა რო ააშენო, უნდა შემოიტანო ეს საბაგირო საქართველოში გვარი წარმოება, ეს ტექნიკა უნდა შემოიტანო, ანუ ვიღაცამ უნდა იყიდოს, ამის ნებართვები უნდა გაიცეს, ასე შემდეგ. ჩვენ გვატყუებენ ამას. ჩვენ ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურის ქმედებითაც დავინტერესდით. დავუკავშირდით რეგიონის ახლანდელ სახელმწიფო რწმუნებულს ზაალ გელაშვილს, რომელიც 2022-25 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სიბ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. გელაშვილისგან გვაინტერესებდა თანამდებობაზე ყოფნის დროს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია კრისტალ ჯგუფის სავარაუდო უკანონო მშენებლობაზე და როგორი იყო მათი ქმედება. გელაშვილი არც ჩვენს ზარებს და არც შეტყობინებას არ პასუხობს. გარდა საბაგიროს და სასტუმროს ინფრასტრუქტურისა, კრისტალ ჯგუფის კომპლექსში შედის აპარტამენტებიც, რომლებიც ფიზიკურ პირებზეა გაყიდული. რამდენად კანონიერად გასხვისდა ფართები და რის საფუძველზე დაურეგისტრირეს ისინი ფიზიკურ პირებს. ირაკლი მელაშვილი ამ საკითხშიც კითხვის ნიშნებს ხედავს. ინფორმაციის გასარკვევად იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. უფრო საინტერესოა, როდესაც ამასაც გვატყუებენ, რომ ვიღაცებმა ეს აპარტამენტები იყიდეს, ანუ ამაში ფული გადაიხადეს, ხო? აპარტამენტი რო იყიდო, იუსტიციის სახში უნდა დაარეგისტრირდეს. როგორ შეიძლება საკუთარი ქონება. თუ ეს უკანონო მშენებლობა იყო და მას არ ჰქონდა საკადასტრო კოდი და ასე შემდეგ, მაშინ მას ვერავინ ვერ დაარეგისტრირდა, თუ ვერ დაარეგისტრირდა, მაშინ არავინ არ იყიდა. ანუ თავიდან ბოლომდე ყველაფერი ტყუილია. გარდა ამისა, საოცრება არის, რომ მთავრობა მეუბნება იმას, რომ საქართველოში თურმე შეაძლებელი ყოფილა არა მარტო სასტუმროს, არამედ საბაგირო გზის მშენებლობა ისე, რომ ეს ვერავინ ვერ გაიგო. ფაქტიურად იმ პროექტმა შეასრულა ის ფუნქცია, რომ ოხტა მეტარბიდან დიდველი გააერთიანა.
სათხილამურებით შეძლება მიკროფონიდან ველზე გადასვლას და დიდველიდან კონტაქტაზე და ეს ძალიან შეამცირებს. ხდება დიდველზე გადასასვლელი. ეს არის კერძო ინვესტიცია. ეს არის კერძო ინვესტიცია. ეს კადრები 2023 წელს არის გადაღებული, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ბაკურიანში ვიზიტის დროს კრისტალ ჯგუფის სათხილამურო ტრასაც მოინახულა. ამისი ამსახველი კადრები კი საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. კადრებიდან ირკვევა, რომ ვიზიტის დროს იქ იმყოფებოდა ქართული ოცნების დეპუტატი სამცხე ჯავახეთიდან ანტონ ობოლაშვილიც. ჩვენ ანტონ ობოლაშვილის პოზიციის შემოთავაზებაც გვსურდა, თუმცა ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არც ის პასუხობს. დავუკავშირდით კომპანიასაც, რომელმაც გვითხრა, რომ მათი ყველა შენობა შესაბამისი ნებართვებით აშენებულია მათივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო დარღვევები ფართების გადმოცემას ეხება. ჩვენ კომპანიას დაზუსტება ვთხოვეთ, თუ რომელი ფართების გადაცემას ეხება დარღვევა და ეთანხმებიან თუ არა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას. მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვლადიმერ სტეფანიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია 8 ნოემბერს გაავრცელა, ხოლო გუშინ სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. ამავე წყაროს ცნობით დაკავებულს ბრალი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ედება, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის გამოძიება ირწმუნება, რომ დადგენილია 2 მილიონამდე ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შპს ჰოთელს მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე 10 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია 1,894,925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. კრისტალ ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობის საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით, 218 მუხლის მეორე ნაწილით და 194 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია მაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, სადაც მზია მაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატები მის განთავისუფლებას ითხოვენ. სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მზია მაღლობელის შემდეგი სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 14 ნოემბერს ჩაინიშნა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.